ის მართავს პოპულარულ რესტორანს, ასევე შენ ხარ ძალიან კრეატიული ადამიანი. ეფექტიანობა შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად. მაგრამ მთავარი შეკითხვა, რას ნიშნავს Galaxy Z Fold 7 შენთვის? მოგესალმებით ახალ ეპიზოდში, სადაც მთავარი შეკითხვაა დადგა დრო გადავიდეთ ახალზე. მნიშვნელოვანი შეკითხვაა. ტექნიკის მოყვარულებს შორის არის ეს ის მოდელი, რომელიც მიიპყრობს ყველა smartphone-ის მოყვარულის ყურადღებას. პასუხის გასაგებად ყავს სტუმარი, რომელიც ფაქტობრივად ამ მობილურთან ერთად ცხოვრობს. ის მართავს რესტორანს, რომელზეც ყველა საუბრობს და რომელიც მალე ქვეყნის საზღვრებს გასცდება და უნდა აღვნიშნოთ, რომ ის სულ ახალხან გადავიდა კეცვად smartphone-ზე, Galaxy Z Fold 7-ზე. მია, მოგესალმები. ჰეი, როგორ ხარ? მიხარია რომ აქ ვარ, მადლობა რომ მომიწვიე. მადლობა რომ შემოგვიერთდი. რაც შეეხება მთავარ საკითხს, შენ გაქვს უახლესი Z Fold 7. დიახ, მაქვს. პირველი შაბეჭდილება კეცვად smartphone-ზე. მაგარი იდეაა, მაგრამ ცოტა მოცულობითია. შენ რა სიტყვი? მართალი გითხრა, მეც ასე ვფიქრობდი. შემდეგ ხელში Z Fold 7 დავიჭირე და მან ნამდვილად გამაკვირვა იმდენად თხელია. როგორც ვიცი, მათ სრულიად ახლიდან შექმნეს ამ smartphone-ის დიზაინი, უფრო თხელი ეკრანი და უფრო ეფექტიანი შიდა შრეები. მოწყობილობა შესამჩნევად ელეგანტურია და ეს არ ხდება გამძლეობის ხარჯზე. მაგრამ კარგი, მთავარი კითხვა. თუ ის ჩვეულებრივ მობილურს გავს, რატომ არის კეცოდი, რა არის მისი უპირატესობა? მართალია, ეს გავს შენ სტანდარტულ მობილურს, შეგიძლია გაგზავნო SMS-ები და ასე შემდეგ, მაგრამ მას აქვს ძალიან კარგი დამატებითი ფუნქცია. შეიძლება ითქვას დამატებითი გადაცემათა კოლოფი. როცა მას ხსნი, ერთგვარ მინი ტაბლეტად გადაიქცევა. დიახ, ზუსტად. და ის იდეალურია თამაშისთვის. შენ ისი რა კითხვა გამიჩნდა? რამდენად დიდხანძლებს ელემენტი, რადგან მას ძალიან დიდი ეკრანი აქვს. უცებ არ იცლება? მეც ასე ვფიქრობდი, სიმართლე გითხრა, ელემენტის ხანგრძლივობა შთამბეჭდავია. მაშინაც როცა ვიდეოებს დილიდან საღამომდე ვუყურებ, მოახერხეს და ეს smartphone არის თხელი, თუმცა აქვს ძალიან გამძლე ელემენტი. ესე იგი კომპრომისი არ წასულა. მე ვერ შევამჩნიე. შენთვის ეფექტიანობა მნიშვნელოვანია. კი, შეუჩერებლად ვიყენებ. შენ ხსნი რესტორნის ახალ სივრცეს. როგორ გეხმარება Z Fold 7 შენს ყოველდღიურობაში? ავიღოთ დღის დასაწყისი. ეს არის ნაუბრივ სექცია. ის ჩემი საინფორმაციო დაფასავითაა. დილიდანვე მაწვდის ინფორმაციას მთელი დღის შესახებ. შენი პერსონალური ასისტენტი ვითაა? ზუსტად ასეა. კიდევ ერთი ძალიან პრაქტიკული დახმარება გამიწია, როცა ვმუშაობდით ტაილანდში ჩვენი ახალი სივრცის ინტერიერზე. გამარჯობა ჯემინაი. ეს ჩემი რესტორანია. მინდა ინტერიერში ადგილობრივი ატმოსფერო იყოს. რა თქმა უნდა, შეგიძლია განიხილო მდიდარი და მრავალფეროვანი მასალები, მაგიდის გადასაფარებლები, ტრადიციული ტაილანდური ხელოვნების ნიმუშები ან ხის ნივთები. ეს საინტერესოს ჩანს, რომელს გაუწევ რეკომენდაციას მაგიდის ამ ორ გადასაფარებელს შორის. შენი რესტორნის მსუბუქი და ჰაეროვანი განწყობის გათვალისწინებით, მარცხენა გადასაფარებელი კარგი არჩევანი იქნებოდა. ძალიან კარგი აზრია, მაგრამ შენ ასევე ძალიან კრეატიული ადამიანი ხარ. როგორ გეხმარება ეს smartphone განსაკუთრებით კი კამერა კრეატიულ პროცესში? 200 მეგაპიქსელი ნამდვილად გეხმარება. იგივე დონის კამერაა, რაც S25 Ultra-ში. კი, ზუსტად. ამას წინათ დასასვენებლად ვიყავით. ჩემი ქმარი და ბავშვი თამაშობდნენ. ფოტო გადავუღე. იმ მომენტში არ მიფიქრე ამაზე, მაგრამ რომ მოვაზუმე, ამ ფოტომ ახალი კერძის მომზადების შთაგონება მოგცა. სინათლე და დეტალები ასეთი საოცარი სიცხადით და ეს მხოლოდ ნათელ შუქზე არ ხდება. დაბალ განათებაზე ის ნამდვილად ბრწყინავს. თვეში ერთხელ ერთობლივი ვახშამი გვაქვს. ძალიან დაბალი თბილი განათების ფონზე. ერთ საღამოსაც უცებ თავსხმაწვიმა დაიწყო. ეს ვიდეო არ იყო ბნელი ან ფრაგმენტული. შეგიძლია ნათლად დაინახო და აღიქვა ყველა მომენტი. და ამის შემდეგ მე შემიძლია გავაკეთო მცირე რედაქტირება ზუსტად აქ, გაშლილ ეკრანზე. და ხმებიც კი კიდევ უფრო მკაფიო გავხადო. განსაცვიფრებელია. ძალიან საყვარელია, შეხედე? თითქმის სრულყოფილია. თითქმის არასდროსაა ჩემთვის საკმარისი. არა. მიკროფონს მოვაშორებ, ის პირდაპირ შენ სახეს ფარავს. აბა როგორია? ვაუ, არ მინდა ეს ჩემს ფოტოზე ვთქვა, მაგრამ ეს სრულყოფილია. ხომ ვამბობდი? კარგი, ეს მართლა ძალიან კარგია. თავიდან ძალიან ბევრი კითხვა მქონდა და ახლა უკვე სერიოზულად ვფიქრობ ამ smartphone-ზე. მე არ ვცდილობ ვინმე დავარწმუნო, მაგრამ თუ ტექნიკა მართლაც გეხმარება იცხოვრო უკეთ და იყო კიდევ უფრო კრეატიული, მართლაც ღირს. მართალი ხარ. ასე არაა. მადლობა რომ გაგვიზიარა შენი გამოცდილება. მადლობა რომ მომიწვიე. მადლობა შენ და მადლობა ყველას, ვინც გვიყურეთ. შემდეგ ეპიზოდში შევხვდებით.